ბიბლიაში ბევრი დედა გვხვდება. ზოგი კარგი, ზოგიც ცუდი ისტორიით. დედები ძალიან მნიშვნელოვანი არიან ჩვენი საზოგადოებისთვის. თითოეულს ერთი დედა გაგვაჩნია და არ აქვს მნიშვნელობა მოგწონს თუ არა ის. დედას ვერ შეცვლ. შეიძლება გიყვარდეს ან არ გიყვარდეს დედა შენი, მაგრამ ის მაინც დედაა და ძვირფასია ღმერთის თვალში. მინდა რომ ეს ფრაზა არ დაივიწყოთ და ამასთანავე ჩემთან ერთად გადაშალოთ მეორე ტიმოთეს პირველი თავი. დააკვირდით მეორე ტიმოთეს პირველ თავს. პირველივე მუხლიდან და ნახეთ რას ამბობს ავტორი. პავლე, ღმერთის ნებით ქრისტე იესოს მოციქული. სიცოცხლის აღთქმისამებრ ქრისტე იესოში. ტიმოთეს, საყვარელ შვილს. მადლი, წყალობა და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და ჩვენი უფლის ქრისტე იესოსგან. მადლობ ღმერთს, რომელსაც წმინდა სინდისით ვემსახურები წინაპრებივით და განუწყვეტლივ გიხსენებ ჩემს ლოცვებში ღამით და დღისით. ვიხსენებ რა შენს ცრემლებს, მენატრება შენი ნახვა. რათა აღვივსო სიხარულით. მახსენდება შენი წრფელი რწმენა. უწინ დიდედა შენ ლოისში და დედა შენ ევნიკეში რომ იყო დამკვიდრებული და მწამს, რომ იგი შენშიცაა. ამ მიზეზით, აი ამ ურთიერთობების გამო, შეგახსენებ, გააღვივო ღვთის ნიჭი, რომელიც ჩემი ხელდასხმით არის შენში. რადგან არ მოგცა ჩვენ ღმერთმა სიმხდალის სული, არამედ ძალის, სიყვარულისა და თავშეკავების. პავლე წერს ამ სიტყვებს ტიმოთეს, რადგან ის მცირედ იმედგაცრუებული იყო იმ პერიოდში ეკლესიაში მიმდინარე მოვლენებით. წერილის ამ ადგილიდან გამომდინარე იფიქრეთ, რა შეიძლება იყოს ღვთისმოსავი დედის მახასიათებლები. როგორი უნდა იყოს ღვთისმოშიში დედა? მარტივია ისაუბრო ლამაზ, მდიდარ, ახალგაზრდა დედაზე, მაგრამ რა ვთქვათ ღვთისმოსავზე? ის სრულყოფილია? არა. მაგრამ მას გააჩნია ისეთი მახასიათებლები, რაც სხვა დანარჩენი დედებისგან გამოარჩევს. ღვთისმოსავი დედა ეწოდება ქალს, რომელიც ლოცულობს და კითხულობს ღმერთის სიტყვას. შეიძლება ყოველდღე ვერ ახერხებდეს ამის გაკეთებას, მაგრამ კითხვა და ლოცვა მისი ცხოვრების წესია, რადგან მან მიიღო იესო ქრისტე პირად მხსნელად. მას წამს უფლის სიტყვა და იცის, რომ მასში მოცემული ინსტრუქციები დაეხმარება იყოს უკეთესი ცოლი და დედა, როდესაც შვილები წამოიზრდებიან. ლოცვა და კითხვა ყოველდღიურ ცხოვრებაზე ახდენს გავლენას და გამოიხატება ქალის ჩაცმულობაში, მუშაობაში, საკუთარი თავის კონტროლში. ამ გზით მარტივი დასანახია, როგორი ცოლი და დედაა ესა თუ ის ქალბატონი. ყველა დედა უნდა იყოს ღვთისმოსავი. სწორედ ესაა უფლისნება მათთვის, არა სრულყოფილი, არამედ სამართლიანი. ეს უნდა იყოს მისი ხასიათი და მასში ღმერთის სიტყვასთან მუდმივი ურთიერთობით უნდა დარჩეს. მე არ ვამბობ იმას, რომ ღვთისმოსავი დედა ყველასაგან გამორჩეული და განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე იქნება, მაგრამ რაც მთავარია, მას ფესვი აქვს გადგმული ლოცვასა და უფლის სიტყვასთან მოზიარეობაში. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ საოცრად კარგ შვილებს ზრდის, ვინაიდან შვილები დედის ანარეკლს წარმოადგენენ. წარმოიდგინეთ დედა, რომელმაც ცხოვრების ყველა საჭიროებაში ღმერთზე მინდობა ისწავლა. ვინაიდან უფლის სიტყვის კითხვის, მასზე ფიქრისა და ლოცვის შედეგად უკვე იცის ღმერთის მიერ მოცემული დაპირებების შესახებ. ბიბლია სავსეა აღთქმებით, რომ უფალი დააკმაყოფილებს ჩვენს საჭიროებებს. ეს არა მხოლოდ ფიზიკურ და მატერიალურ საჭიროებებს მოიცავს, არამედ ემოციურსაც. დედებს და ზოგადად ქალებს ისეთი ემოციური საჭიროებები გააჩნიათ, რასაც ჩვენ, მამაკაცები, სრულიად ვერ ჩავწვდებით. ღრმად რომ წვდებოდეთ მათ გრძნობებს, ალბათ უკეთ გაუგებდით, მაგრამ ღმერთმა ქალების სწორედ ასეთებად შექმნა. ქალი, რომელსაც უყვარს ღმერთი და რჩება მის სიტყვაში, ენდობა კიდეც უფალს ყველა საჭიროებაში. ის არასოდეს წუწუნებს სიღარიბისა თუ ნაკლოვანებების გამო. მისი ბაგიდან მხოლოდ ღმერთის სისავსეზე საუბარი გამოდის. მახსოვს, დედაჩემი არასოდეს საუბრობდა უქონლობაზე. ჩვენ ღარიბ ოჯახებს განვეკუთვნებოდით, მაგრამ დედა არასოდეს საუბრობდა ამას, არ ამახვილებდა ყურადღებას. ის მუდმივად მადლიერი იყო ღმერთის 9 დოლარისა და 10 ცენტისათვის, რომელსაც ტექსტილის ქარხანაში ყოველკვირეულად გამოიმუშავებდა. დედაჩემი არასოდეს საუბრობდა სიღარიბეზე და რაღაცის ნაკლებობაზე. ის არასოდეს ადარებდა
საკუთარ თავს სხვებს, ასეთი იყო მისი დამოკიდებულება და ღმერთისადმი ნდობა. ღვთისმოსავი დედის მესამე მახასიათებელი არის გულუხვობა სხვების მიმართ. სწორედ ასეთი იყო დედაჩემი. ძალიან გულუხვი. მახსოვს, როდესაც ჩვენ თვითონ არაფერი გქონდა, ყოველთვის ვაძლევდით სხვას რაღაცას. როდესაც ვინმე ჩვენი სახლიდან მიდიოდა, დედა აუცილებლად აძლევდა რაიმეს. ასეთი იყო მისი გული. გულუხვი ადამიანი ეგოისტი არ არის. ის ყოველთვის ფიქრობს სხვებზე. მაშინაც კი, როცა ერთადერთი გასაცემი, რაც შეიძლება გაგაჩნდეს გამხნევების სიტყვაა. იფიქრეთ, რამდენად ძლიერია ასეთი სიტყვა. ზოგჯერ გამხნევების სიტყვა ფულზე და მაღალ პოზიციაზე უფრო ძლიერია. თუმცა მნიშვნელოვანია, როგორი ხასიათი გააქვს, როგორი ადამიანიან, როგორი სულის პატრონი ხარ და როგორი დამოკიდებულება გაქვს საკუთარ თავთან. ღვთისმოსავი დედა გულუხვია სხვების მიმართ. იცის გაცემის ფასი და გამხნევების სიტყვებით სარგებელი მოაქვს სხვისთვის. გამხნევების სიტყვა აღაშენებს ადამიანს, ვინაიდან ეს ყველას გჭირდება. ღვთისმოსავი დედა გულუხვია. მისი ქმრის, შვილების და სხვა ადამიანების მიმართ. დიდი დეპრესიის პერიოდში მახსოვს, ხშირად მოადგებოდნენ ხოლმე ბავშვები ჩვენს სახლს და კარზე აკაკუნებდნენ. მათი სათხოვარი მხოლოდ ცოტაოდენი პური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენც არ ქონდა საკმარისი, დედა მაინც უნაწილებდა მათ, რადგან ასეთი იყო იგი. გულუხვი ქალი. გულუხვობა ღვთიური მახასიათებელია, რომელსაც განსაზღვრავს არა ის, რისი გაკეთება შემიძლია საკუთარი თავისთვის, არამედ ის, თუ რას გავაკეთებ სხვებისთვის. ესაა ქრისტეს მსგავსი სული. გულუხვობა ყველასათვის კარგია. იფიქრე ამაზე. კარგია შენთვის, ვინაიდან გასცემ და კარგია საჭიროების მქონე ადამიანისთვის, ვისაც აძლევ. ხშირად არ ვფიქრობთ ხოლმე გულუხვობაზე, თუმცა ის ღვთისმოსავი ქალის მნიშვნელოვანი მახასიათებელია. ღვთისმოსავი ქალი ემორჩილება ღმერთს. მორჩილებას ბევრი კარგი მიზანი აქვს. მან ზუსტად იცის, რომ ეს სასარგებლო და სიკეთის მომტანია. არა მარტო მისთვის, არამედ მისი შვილებისა და მეუღლისთვის. როდესაც მორჩილებაზე ვსაუბრობ, ხშირად ვამბობ, დაემორჩილე ღმერთს და ამ მორჩილების შედეგები მას მიანდე. ეს ცხოვრების საძირკველია. დაემორჩილე ყოვლის მცოდნე, ყველგან მყოფ და ყოვლის შემძლე ღმერთს. მასშია ძალა, სიყვარული და იმედი. გადაეცი ყველა შენი საჭიროება უფალს, შემდეგ კი შეწყვიტე დარდი და მწუხარება. ღვთისმოსავ დედას ღვთისადმი მორჩილების სული აქვს. რისი დახმარებითაც წყვეტს ყველაფერზე დარდსა და ნერვიულობას. ღვთისმოსავი ქალი აირეკლავს უფალი იესო ქრისტეს ხასიათს. ალბათ დამეთანხმებით, რომ ღვთისმოსავი ქალის დამახასიათებელი თვისება ასევე არის მიმტევებლობა. პატიებაზე ბიბლია ბევრს ლაპარაკობს, თუმცა მიმტევებლობა არა მხოლოდ ღმერთის მოთხოვნის გამო აუცილებელი, არამედ სხვა ფაქტორებზეც ახდენს გავლენას. ადამიანები, რომლებიც უპატიებლობაში ცხოვრობენ, დიდ სტრესსა და დაძაბულობას ატარებენ. არ აქვს მნიშვნელობა, რა სიკეთეების მოქმედი ხარ. თუ უპატიებლობაში ცხოვრობ, შენს ცხოვრებაში სტრესი და დაძაბულობა მოვა. ვიღაც იტყვის, შენ ხომ არ იცი, ვისთან ერთად მიწევს ცხოვრება. მართალია, არ ვიცი, ვისთან ერთად ცხოვრობ, მაგრამ ვიცი, ვინ ცხოვრობ შენში. თუ იესო შენი პირადი მხსნელია, მაშინ იცოდე, რომ მან პატიების უნარით შეგმოსა, რისი მეშვეობითაც შეგიძლია ნებისმიერს მიუტევო. მიმტევებლობა ოჯახურ ურთიერთობებში სასიცოცხლო და აუცილებელია. თითოეულ ჩვენგანს ერთხელ მაინც გვიფიქრია, რომ ჩვენი მშობლები მიმტევებლები არ იყვნენ, ან რაღაცაში უსამართლოდ მოგვექცნენ. მე ამას არ ვიმსახურებდი, არც იმას, რაც მითხრეს, თუმცა ჭეშმარიტება ისაა, რომ იმაზე მეცაც ვიმსახურებთ, ვიდრე ვიღებთ. შემწყნარებლობა იესოს მიმდევარ სულში აქვს. ჩვენ ხომ მისი წყალობით უამრავი ცოდვა გვეპატია. იყავით გამოსადეგნი ერთმანეთისათვის. თანაუგრძნეთ და მიუტევეთ ერთმანეთს, როგორც თქვენ მოგიტევათ ქრისტეში ღმერთმა. ეს პირველ რიგში იესო ქრისტეს დანაპირების აღსრულებაა, რასაც ჩვენც უნდა მივყვეთ. სუფევს თუ არა შენს სახლეულში პატიების სული. პატიების გარეშე მუდამ სტრესში მოგიწევს ცხოვრება. ვინაიდან ურთიერთობებში ყოველთვის იქნება დაძაბულობის მიზეზი. შვილი წაიყვანს მანქანას დაუკითხავად, ან ცოლი გააკეთებს რამე ისეც, რაც არ მოგეწონება. თუ არ პატიობს, სტრესში დარჩები.
სტრესი გონებიდან გულში გადადის და ზიანის გარდა არაფერი მოაქვს. ამიტომ მოგცა ღმერთმა გასაღები, რომლითაც სტრესის მოშორება შევძლებ და ეს გასაღები პატიებაა. შემდეგი თვისება არის გამძლეობა. მე ვიცი რა უნდა ვაკეთო და რა დროც არ უნდა დამჭირდეს გავაკეთებ ამას. სწორედ ესაა გამძლეობა. არ ველოდები სხვა როდის გააკეთებს. მე თვითონ მივიყვან საქმეს ბოლომდე. ესაა სწორი დამოკიდებულება. ეს მნიშვნელოვანი გასაღებია, რომელიც ხშირად გვავიწყდება. ადამიანები, რომლებმაც ცხოვრებაში რაღაცას მიაღწიეს, საქმის მიმართ დაჟინებულობით გამოირჩეოდნენ. თუ გააქვს მიზანი, იმოქმედე და წინიარე, სანამ არ მიაღწევ მას. არ წავალ, არ შევწყვეტ საუბარს, შენს ჩახუტებასა და სიყვარულს. არ შევწყვეტ ამ ყველაფერს, თუნდაც ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც მე მინდა. ღმერთმა მოგვანიჭა სიცოცხლე. გვასწავლა რა უნდა ვაკეთოთ და მე არ შევწყვეტ ამის კეთებას და არ დავნებდები, რაც არ უნდა შემხვდეს ცხოვრების გზაზე. ჩემთვის ყველაზე მტკივნეული ის მომენტია, როცა ადამიანს ყველანაირად ვეხმარები. ის კი მაინც ნებდება და ჩემს მისადმი მხარდაჭერას ოდნავადაც არ აფასებს. ასეთ შემთხვევებში მუხლებზე ვდგები და ღმერთს ვთხოვ, რომ იმედგაცრუებისგან დამიცვას. არ აქვს მნიშვნელობა, რას ვხედავ ან რას ვგრძნობ, იმედგაცრუებული არ უნდა დავრჩე. პირიქით უნდა წამოვდგე და წინსვლა განვაგრძო. ამასთანავე მე ყოველ კვირას თქვენს წინაშე უნდა წარვსდგე და სახარება ვიქადაგო. ამიტომ დარწმუნებით უნდა ვიცოდე, რომ ყველას მიუტევე და გული თავისუფალი მაქვს. რათა ღმერთმა შეძლოს ჩემგან მოქმედება. ნებისმიერ შემთხვევაში წინსვლა უნდა განაგრძო. მაგალითად, თუ ვინმე ხართ ჩვილის, ბავშვის დედა, ღამის განმავლობაში რამდენჯერ დგებით ფეხზე, როცა ბავშვს რაიმე სჭირდება. ღმერთმა ჩადო დედაში ეს საოცარი უნარი, რომ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ მომენტში გააკეთოს ის, რაც მის შვილს ესაჭიროება. ფიქრობ, რომ მამაკაცებმა უნდა დავაფასოთ. დედების ეს ამაგი, დაუღალავი შრომა. ნუ დაგვავიწყდება, რომ თავად იესოს სხვებს ემსახურებოდა და წმინდა წერილის მეშვეობით მაგალითი მოგცა. რომ ჩვენც ასე მოვიქცეთ. ამიტომაც ჩვენ მსახურების სული უნდა გაგვაჩნდეს. საკუთარი თავებისთვის კი არა, სხვებისთვის უნდა ვიცხოვროთ. დედა ის პიროვნებაა, რომელსაც მსახურების სული აქვს და ამით ბედნიერია. ის მთელი ცხოვრება სხვებს ემსახურება და ეს სიხარულს ანიჭებს. ის მთელ თავის სიცოცხლეს გასცემს სხვებისთვის. როცა დაიღლები და წუწუნს დაიწყებ, გაიხსენე, რომ იესო მსახური იყო. ის ემსახურებოდა ყველას, ვისთან ერთადაც მსახურობდა და თავის თავს ღვრიდა მათში. როცა შენს გასაკეთებელს ცდილობს ხვის ცხოვრებაში არსებული რაღაც საჭიროების დასაკმაყოფილებლად, შენ სწორედ ამას აკეთებ, საკუთარ თავს დებ მისთვის. მსახურის სული ღვთაებრივი სულია. მსახური ადამიანი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში ეგოისტზე მეტად განვითარდება. იქნება ეს სამსახური, სამეგობრო თუ სხვა რამ. როდესაც მსახურს დახმარებას თხოვენ, ის არ იწყებს გრაფიკის გადახედვას. მაქვს თუ არა ამისათვის დრო, რა სარგებელს მომიტანს. მსახური ყოველთვის ამბობს, რით შემიძლია დაგეხმარო, რა შეიძლება შენთვის გავაკეთო. შენი ოჯახის მსახურები ცოცხალ ღმერთს ემსახურები. ვინაიდან მსახურებრივი სული ღვთიური სულია. როდესაც ღვთიურ ხასიათსა და ბუნებაზე ვსაუბრობთ, სწორედ მსახურებრივ სულს გულისხმობთ. შემდეგ მოწესრიგებულ ცხოვრებაზე მინდა ვისაუბრო. ასეთი ცხოვრება დალაგებულ, ჩამოყალიბებულ დღის წესრიგს მოიცავს. თუ პატარა ასაკის 6 ან 7 წლის შვილები ყავს, რომლებიც ყოველ დილით სკოლისათვის უნდა გაამზადო, ალბათ უკვე თავისთავად გაქვს ყოველდღიური გრაფიკი, მაგრამ სადაც განრიგი მოწესრიგებული არ არის, იქ არეულობას, უწესრიგობას, დაძაბულობასა და სტრესს აქვს ადგილი. ქალი მოწესრიგებულია, თუ ყოველ დილით ზუსტად იცის, რა აქვს გასაკეთებელი. როგორ და რა თანმიმდევრობით უნდა აკეთოს ისინი. და რა დრო დასჭირდება თითოეული მათგანის ბოლომდე მიყვანას. კარგად დაფიქრდი, როგორი მშობელი ხარ, ვინაიდან გახსოვდეს, რომ შენი შვილები იგივე ხასიათსა და თვისებებს გამოამჟღავნებენ, როგორცაც შენში დაინახავენ. ცხოვრება ასეთია. როდესაც
შვილში რაღაც არ მოგწონს, არ იფიქრო, რომ ყველაფერი თავისით შეიცვლება. არის ჩვევები და ხასიათის თვისებები, რომლებსაც საკუთარ თავზე შრომით გამოვიმუშავებთ. ღვთისმოსავი დედა ასევე უნდა იყოს წამახალისებელი. ჭეშმარიტი მშობელი ასეთი უნდა იყოს შვილების მიმართ, განსაკუთრებით კი დედა. როცა ბავშვი იბადება და დედა საჭმელს აძლევს, ამით მისი სიცოცხლის წახალისებას ახდენს. ბავშვი დაბადების მომენტიდან გრძნობს დედას. მოზრდილ ასაკში მშობლის ყოველი გამამხნევებელი სიტყვა იქნება ეს: მიყვარ ხარ თუ ყველაზე ტკბილი ხარ. ბავშვზე დადებითად მოქმედებს. ყველაფრის მიუხედავად, არასოდეს დანებდე. გააკეთე შენი მაქსიმუმი და იყავი სხვების გამამხნევებელი. მახსოვს ის დღეები, როცა სკოლიდან სახლში მოვდიოდი და სამწუხაროდ ჩემი ნიშნები არ ბრწყინავდა. არც ისე ჭკვიანი ვიყავი. დედაჩემს არასოდეს უკითხავს, რატომ არ მივიღე უკეთესი ნიშანი. ის მეკითხებოდა, გავაკეთე თუ არა ჩემი მაქსიმუმი. როდესაც ვეტყოდი, რომ დიახ, მისთვის ეს საკმარისი იყო. თუ მთლიანად დავიხარჯებოდი, ეს საკმარისი იყო მისი ბედნიერებისთვის, მიუხედავად ჩემი ნიშნებისა. მისი ბაგიდან მხოლოდ გამამხნევებელი სიტყვები იღვრებოდა. მას არასოდეს მოუკლავს ჩემში мотиваცია. ძალიან დიდია გამხნევების ძალა. როდესაც სხვადასხვა მიზეზის გამო იმედგაცრუება მეუფლებოდა, დედაჩემს მაინც ჰქონდა გამამხნევებელი სიტყვები ჩემთვის. ყველა დედა ასეთი უნდა იყოს. ვიღაც სიტყვის, შენ არ იცი როგორი ბავშვები მყავს. მართალია, არ ვიცი როგორები არიან შენი შვილები, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი, რა ძალა დევს გამამხნევებელ სიტყვებში. იგივე შეიძლება ვთქვათ მეუღლეზე. თუნდაც ფიქრობდე, რომ არ გაფასებს, არის ძალა გამხნევებაში. ჩემგან დამოუკიდებლად ის ადრესაც ძალას მატებს, რათა წინსვლა და საქმის გაგრძელება შეძლოს. გამამხნევებელი სიტყვებით ვამბობ, მე შენი მწამს, მჯერა, გენდობი და ყველაფერში გვერდით დაგიდგები. გამხნევებას ძალუც იმ რთული ატმოსფეროს თლიანად შეცვლა, რომელშიც არც თუ იშვიათად ხვდებით. ბოლოს, რაზეც მინდა ვისაუბრო და რაც სხვა დანარჩენზე რთულია, არის უპირობო სიყვარული. ჩამოთვლილთაგან განსხვავებით, უპირობო სიყვარული სრულიად განსხვავებულ კატეგორიას განეკუთვნება. ცხოვრების რაღაც ეტაპზე მამინაცვალთან ერთად მომიწია ცხოვრება. ეს ადამიანი არ მიყვარდა, არ მომწონდა და არ მინდოდა მის გარემოცვაში ყოფნა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა. ამ სიტუაციამ მასწავლა ასეთი ადამიანების შეყვარება, რომელთა შესაყვარებლადაც მიზეზი არ გამოჩნდა და ამაში დედაჩემს მიუძღვის დიდი წვლილი. თავისი საქმეებით დედამ მასწავლა პატიება და სიყვარული იმ მომენტებში, როცა არც პატიება მინდოდა და არც სიყვარული. საერთოდ არაფრის გაკეთების სურვილი არ მქონდა, მაგრამ ცხოვრება ასე მარტივი არ არის. გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. იყო ერთი რამ, რასაც დედა ყოველთვის აკეთებდა მაშინ, როცა სახლიდან გადიოდა. ან მე მივდიოდი სადმე, გამომშვიდობებისას მე ხუტებოდა და მეუბნებოდა, რომ ვუყვარდი. დიდი დრო გავიდა, მაგრამ ჯერაც გვგრძნობ მისი ჩახუტების სითბოს და იმ სიტყვების ძალას, რომელსაც მეუბნებოდა. გახსოვდეს, დედას უყვარხარო. ჩახუტებას და სიტყვებს მიყვარხარ და მალე გნახავ, უხილავი ძალა აქვს. ბიჭებო, თუ დილაობით სახლიდან წასვლამდე ცოლს არ ეუბნებით, რომ გიყვართ, არ ეხუტებით და არ გამოხატავთ მის მიმართ ახტაცებას, ეს თქვენი სირცხვილია. ყველა ქალი საჭიროებს სიყვარულით სავსე შეხებას. ამით ისინი გრძნობენ, რომ მასზე ფიქრობ, გიყვარს და აფასებ. სახლიდან გასვლამდე ჩახუტებით, შენ მას ეუბნები, რომ ერთი სული გაქვს უკან დაბრუნდე, რათა კვლავ მასთან იყო. არაფერია ისეთი, რაც კაცს არ შეუძლია გააკეთოს მისი ცოლისა და შვილების დედისთვის, რომელიც უყვარს. ჯერა რომ ხასიათის ეს 10 თვისება ნებისმიერ ქალს აქცევს შესანიშნავ ცოლად და დედად. ქალბატონებო, მადლობას გიხდით, რომ ასეთი ქალები, მეუღლეები და დედები ხართ. ვიმედოვნებ, რომ თქვენში ეს ღვთიური თვისებები კიდევ უფრო გაძლიერდება და განმტკიცდება. არის რაღაც საოცარი ღვთისმოსავ ქალში, ღვთისმოსავ დედაში. ამინ.
თუ მოგეწონათ დღევანდელი გადაცემა, გვეწვიეთ ვებგვერდზე intouch.org.